აქ როდესაც ვიმყოფებით ვაშინგტონში და გვაქვს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები, უფრო ცხადად ვხედავთ, რომ ხელა შესაძლებლობებს კარგავს საქართველოს ივანიშვილის რუსული რეჟიმის გამო. აქ როდესაც წარმომადგენლობითმა პალატამ უკვე მიიღო მეგობარი აქტი უდიდესი უმრავლესობით, როდესაც ახლა უკვე სენატის დღის წესრიგშია ეს საკანონმდებლო აქტი, რომელსაც აუცილებლად ხელს მოაწერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აქ ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა ამ ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, დამატებით ამერიკულ ინვესტიციებზე, დამატებით დახმარებაზე საქართველოსთვის, განსაკუთრებით თავდაცვის ნაწილში, იმისთვის რომ გაიზარდოს საქართველოს თავდაცვის უნარიანობა და მედეგობა, სახელმწიფოებრივი მათ შორის. შეგვეძლო გვესაუბრა უვიზო მიმოსვლაზე, რაც სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეები თვეები კი არ ელოდებოდნენ გარსაუბრებას და შემდეგ ბევრი მათგანი უარს არ იღებდეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზაზე, არამედ სრულიად უვიზოთ ნებისმიერ ქართველს, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეეძლებოდა რომ მოდგომოდა ამერიკის საზღვარს და ლეგალურად შემოსულიყო საქართველოში. ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამ საუბარს აწარმოებდა იმდროინდელ პრეზიდენტთან, პრეზიდენტ ობამასთან და ნაცვლად იმისა, რომ ყველა ამ სიკეთეზე გვესაუბრა, არა მხოლოდ გვესაუბრა, არამედ მოგვეპოვებინა ყველა ეს სიკეთე, რაც აბსოლუტურად რეალისტურია და ამას გეუბნებით 100%-იანი სარწმუნოებით. ნაცვლად ამისა ჩვენ გვიწევს საუბარი იმაზე, რომ დღეს ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის ნაცვლად, როგორც მეგობარი, აირჩია ოკუპანტი რუსეთი, აირჩია კომუნისტური ჩინეთი და აირჩია ამერიკის შეერთებული შტატების მტერი ირანი. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც არის, რომელსაც რა თქმა უნდა თვალს უსწორებენ ამერიკელი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ხა რაც შეეხება კობახიძის წერილს ბუნებრივია ამ ბოდვას ასე ვთქვათ სერიოზულად არავინ არ იღებს, რა თქმა უნდა მით უმეტეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მაგიდაზე ეს წერილი ნამდვილად არ აღმოჩნდება. თინა, მგონია რომ მარკო რუბიოს მაგიდაზე მართლა არ გვაქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი ალბათ ამ წერილს ვერს ნახავს, შეიძლება ამას ბოდვაც უწოდოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაშ რა მიზანი ქონდა თუნდაც სრულიად უპრეცედენტო, ანუ პრემიერ-მინისტრის დონეზე, ჩვენ კი მას არ ვაღიარებთ როგორც ლეგიტიმურ პრემიერს, მაგრამ მსოფლიოს ისტორიას, იშვიათად თუ ახსოვს რაიმე ასეთი ტიპის ღია დიპლომატიური აღარ ქვია, მას ქვია პოლიტიკური განაცხადი. რაში დაჭირდა, რატომ გააკეთა ეს ადგილობრივმა რეჟიმმა? მე ვეძებდი, მაინტერესებდა მთავრობის გვერდზე თუნდაც ინგლისურენოვანი ვერსია მაინც თუ იყო გამოქვეყნებული და ინგლისურათაც არ არის. ქართულად ხო არ გაუგზავნიდნენ ამ წერილს, ალბათ ინგლისურათაც დაწერეს, მაგრამ არც გამოაქვეყნეს ინგლისურად. რატო გააკეთეს ეს? რატო მიიღეს ეს გადაწყვეტილება? ვისთვის არის განკუთვნილი? არა, ფაქტია, რომ აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას ივანიშვილის რეჟიმი. ფაქტია, რომ მათ აღარ ყავთ მრჩეველები, ან თუ ყავთ ძალიან ცუდი მრჩეველები ყავთ დარჩენილი და ფაქტია, რომ ყველანაირი რესურსი იმის, რომ რაიმე ტიპის გადატვირთვა და ურთიერთობის აღდგენა მომხდარიყო ივანიშვილის რეჟიმსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ყველა რესურსი ამოწურულია და ამაზე მეტყველებს თავად ამ წერილის ტონიც და განსაკუთრებით ხავით უყურებს მათ შორის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის საჯარო კომუნიკაციას, ამისთვის არ არის საჭირო რომ იყო მისი მეგობარი ტერმინი, რომელიც მას გამოყენებული აქვს მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, როდესაც მან პრეზიდენტ სააკაშვილს მეგობარი უწოდა, როდესაც მან ჩადო ინვესტიცია ბათუმში იმისთვის, რომ ტრამპ ტაუერი აშენებულიყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ტრამპის ბრენდის, გარდა იმისა, რომ ის ბუნებრივია უკვე მეორე ვადით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. ამ ყველაფერზე წდომა რომ არ გქონდეს და მხოლოდ მის საჯარო კომუნიკაცია იცოდა, ის ძალიან ცუდად რეაგირებს ისეთ ტონალობაზე, როგორი ტონალობაც იკითხებდა ამ წერილში, ამიტომ ვეძახი ამას რაღაც ერთგვარ ბოდვას, ანუ სრულიად რეალობას მოწყვეტილი, ამიტომ ვიყენებ ამ ტერმინს. და ფაქტიურად ტუქსავს ხო დონალდ ტრამპს, რომ მან ვერ დაამარცხა ეგრეთ წოდებული deep state-ი, რომელიც მათ მოიგონეს, რაღაც ფრაზაა, რომელიც მოისმინეს მათი აწვის კარგი ინგლისურით და ამოგლიჯეს, ასე ვთქვათ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის საჯარო კომუნიკაციებიდან და ეგონათ, რომ ამ ტერმინის წერილში გაჟღერებით, ან მათ ტვიტებში დაწერით, რომელსაც სხვები უწერენ ბუნებრივია, ან ამაზე საჯარო დისკუსიით, რაღაცნაირად მიიპყრობდნენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ყურადღებას და არა მხოლოდ ყურადღებას მიიპყრობდნენ, არამედ მოიპოვებდნენ მის სიმპათიას და მის სიმპათიას ვერანაირად ვერ მოიპოვებენ. ვერ მოიპოვებენ რუსეთის გამო, ვერ მოიპოვებენ ირანის გამო, ვერ მოიპოვებენ ჩინეთის გამო. მინდა გითხრათ, რომ თუ არსებობს რაიმე საკითხი და ამას ვთქვამთ, სრული პასუხისმგებლობით გამომდინარე
გამომდინარე უამრავი შეხვედრა, რომელიც ჩვენ ქონდა კონგრესში, ორივე პალატაში უკვე და დღეს პალატაზე კიდევ გვაქვს შეხვედრა არაერთ კონგრესმენთან, სენატორებთან, მათ შორის სენატორ ბიკერთან, რომელიც იცით რომ არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და შესაბამისად ის პრინციპში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი სენატორი მეგობარი აქტის გატანის პროცესში სენატის მხარეს, სადაც არანაირ პრობლემებს არ ელიან, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა, მაგრამ ერთი რაც მინდა გითხრათ, რუსეთზე კი, რა თქმა უნდა, რუსეთთან კავშირებით უკიდურესად აღელვებთ ამერიკულ ლიდერშიპში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჩინეთს, როდესაც საქმე ეხება იმას, რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა ივანიშვილმა გააჩერა და ამ დროს სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერა ხელი ჩინეთთან, როდესაც ამერიკელი ინვესტორები, მათ შორის ინვესტორები, რომელსაც გარკვეული კავშირები ახლანდელ ტრამპის ადმინისტრაციასთან აქვთ, რომელზეც პირდაპირ საუბრობდა მაიკ პომპეო, რომელიც ახლანდელი ადმინისტრაციის წევრი არ არის, მაგრამ იმდროინდელი ტრამპის პირველი ვადის პრეზიდენტობის სახელმწიფო მდივანი იყო საქართველოში იყო და დღესაც რა თქმა უნდა ძალიან ახლო კავშირები აქვს ამ ადმინისტრაციასთან, რომელზეც პირდაპირ საუბრობდა ანაკლიდან გაყარეს ამერიკელი ინვესტორები ჩაანაცვლეს ჩინელებს ჩინური ინვესტიციებით. როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ დაწყებული პროგრამა ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად, როდესაც ათასობით ამერიკელი ჩამოდიოდა საქართველოში იმისთვის, რომ არა მხოლოდ ქართულ ბავშვებს ესწავლათ ინგლისური, არამედ ეს იყო მათ შორის ამავდროული ურთიერთობის ლინგვისტური ეს არგუმენტი და კიდევ ეს არგუმენტი და კიდევ რამდენიმე სხვა იგივე მიხეილ სააკაშვილის ბოლო პოსტშიც არის მოყვანილი და ეს ამბები ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს და ქართულ ოცნებას და მის მხარდამჭერებს როგორც ჩანს სწორედ ამის იმედი ჰქონდათ რომ რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ დეგამბავი ერთ დღეში ან ერთ თვეში და არც ბოლო ერთ წელიწადში არ მოხდარა. ერთ წელიწადში ბოლო ერთ წელიწადში ძალიან დამძიმდა სიტუაცია, მაგალითად დღევანდელი დღეც კი არის ამის ერთ-ერთი კვინტესენცია, როცა საკანონმდებლო დონეზე აგრძალეს პოლიტიკური პარტიები. დამთავრდა. გინდა წერტილი, გინდა ძახილისნიშანი, რას თქვით. მაგრამ ეს ხო თვეების განმავლობაში, წლების განმავლობაში ხდებოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ქონდა ძალიან მწვავე რეაქცია. რეაქციები ქონდათ, მაგრამ ძალიან დიპლომატიურ ენაზე, კულისებში ელაპარაკებოდნენ, ისე იმ კულისებში ლაპარაკმაც რა გამოიწვია კი ვხედავთ ახლა ჩვენ, ხო? ამხელა ესე გადაწყვეტილებაში პარლამენტის და ასე შემდეგ, აი ვიღაცა დიპსტეიტის გამოგზავნილ კაცს თუ ქალს თუ არ ვიცით, რობოტს თუ ვის ვიღაცას ბრალდება ის ყველაფერი რაც არის. ახლაც იგივეს მოლოდინი ხო არა აქვთ აქ თბილისში ივანიშვილის გარემოცვაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესთა სფეროში ჩვენ შეიძლება საერთოდ არ ვიყოთ და ამიტომ მოდი გავიტან ბოლომდე რაც და როგორც გვინდათ. ეს გვაინტერესებს თქვენი ვაშინგტონში ამ შეხვედრების კვალობაზე რა შთაბეჭდილებები გაქვთ ამ ხრივ? რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ინტერესი საქართველოს მიმართ? თავისთავად კონგრესში რაც ხდება, ეგ იმეთქველებს ამაზე, მაგრამ აღმასრულებელ დონეზეც. კი, გიორგი, აი თქვენ პრაქტიკულად უპასუხეთ თქვენ კითხვას იმ თვალსაზრისით, რომ კონგრესში იმდენად სერიოზული და მაღალი დონის ორპარტიული, ანუ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის და ორკამერული, ანუ წარმომადგენლობით პალატასა და სენატს შორის. იმდენად ძლიერი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ქართული ხალხის ევროატლანტიკური ასპირაციების, ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომ შეუძლებელია რაღაცნაირად ეს მგულებელყოს პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციამ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ სწორედ კონგრესის ამგვარი ორპარტიული და ორკამერული მხარდაჭერა საქართველოს ქართული ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ იქნებოდა მთავარი საფუძველი, რაც ვერასოდეს მისცემდა ტრამპის ადმინისტრაციას იმის სურვილს და შესაძლებლობას, რომ ეს პოლიტიკა შემოტრიალდეს. აი რამ უნდა განაპირობოს ეს? ახლა ვიცით, რომ ივანიშვილის მცდელობა იყო, რომ თუნდაც ვიქტორ ორბანი გამოეყენებინა თქვათ რაღაც ერთგვარ ემისრად, ხო, მარალაგოში მისი ვიზიტები პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასე შემდეგ, ან რაღაც სხვა არხი მოეძებნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ეს არ მოხდა ამდენი წლის მანძილზე. და ეს არ მოხდება არც მომავალში, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მეგობარი აქტი გახდება უკვე კანონი, ანუ ჯერ არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამტკიცებულია ქვედა პალატის მიერ, მაგრამ მას აუცილებლად დაამტკიცებს სენატი და პრაქტიკულად გამორიცხული, ახლა იცით, რომ 100 სენატორია, იცით, რომ
სენატის კალენდარში უკვე ჩასმულია. თინა ამას პრინციპში ეჭვი აღარავის არ ეპარება, ამას ქართული ოცნება შეეგუა და ალბათ ამისთვისაც ემზადება. ორი კითხვა მაქვს, მინდა რომ მოვასწრო. დიახ, თინა. ამიტომ სრული ილუზიაა და გიდასტურებთ, ხა თქვენ კითხეთ მაგალითად აღმასრულებელ დონეზე რა ვითარებაა, ხო? დიახ, ეს უფრო საინტერესოა ასე. კი, სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენ ჯერ შეხვედრა არ ვქონია, მაგრამ გვექნება ამ კვირაში ესეც დაგეგმილი გვაქვს, რა თქმა უნდა. ხა გასაგებია რომ იქ რამდენიმე დანიშვნა ჯერ არ მომხდარა. ვიცით რომ შიგნით სახელმწიფო დეპარტამენტში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს, თუმცა რაც შეეხება სახელმწიფო მდივანს რუბიოს, ის სწორედ იმ ამერიკელ პოლიტიკოსებში ალბათ პირველ 10-ში თუ 5-ში შედის, რომელიც დეკადების განმავლობაში არათუ აკვირდებოდა, არამედ კარგად იცნობს და ნუ ფაქტობრივად ამ მიმართულებაში მაკეინის მემკვიდრედ მიაჩნია მას თავი. ნამდვილად, გიორგი, ეს არ შემიძლია უბრალოდ არ თქვათ იმდენად სიტყვებით თქვით, რომელიც მე პირადად მაქვს ნანახი, რომ ნამდვილად მაკეინის მემკვიდრეა თვალსაზრისით მე პირველად მარკო რუბიოს შევხვდი რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, როდესაც პირადად ვესაუბრე და პირადად გადავეცი პრეზიდენტი სააკაშვილის წერილი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიმართ. აი კობახიძის წერილებს არავინ არ კითხულობს, მაგრამ ის წერილი, რომელიც მე გადავეცი მარკო რუბიოს პრეზიდენტი ტრამპის მიმართ, აუცილებლად წაიკითხა, იმიტომ რომ მარკო რუბიო მითხრა, რომ ამ წერილს წაიკითხა. კი ბატონო, თინა, მე სხვათა შორის სულია რომ არ კითხულობენ იმ წერილებს და მე თქვენ გირჩევდით რომ თქვენ წაუკითხოთ ციტატები, ეს გაცილებით მეტ შედეგს მოიტანს, ვიდრე წაუკითხაობა. ჩვენ შეხვედრებზე ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ბოდიში, მაგრამ პირველად როდის შევხვდი მარკო რუბიოს, ესეც უნდა აღვნიშნო, შეხვედრაზე სადაც იმყოფებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი და ასევე ჯონ მაკეინი და მარკო რუბიომ თქვა ასეთი რამ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, როცა საქმე ეხება რუსეთს, როდესაც საქმე ეხება ამ რეგიონს, იყავით დარწმუნებულნი, რომ მე ჯონ მაკეინის გზას გავყვები. აი ეს არის სიტყვები, რომელიც მას პირადად ჩემთან ერთად შეხვედრას პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად და ჯონ მაკეინთან ერთად აქვს ნათქვამი. თინა, თქვენ ახსენეთ რაღაც ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ უცებ მარკო რუბიო გაადგება და გაქოცდება პოლიტიკაში გამოთქმისთვის, მაგრამ ნუ მაყურებლისთვის რომ მარტივ ენაზე ვისაუბროთ, არის რა თქმა უნდა სრული აბსურდი. თინა, თქვენ ახსენეთ მიხეილ სააკაშვილის კავშირები, ურთიერთობები, თუნდაც მარკო რუბიოსთან და სხვებთან და დელეგაციაში თქვენთან ერთად არის მიხეილ სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი. რამდენად სიმბოლური დატვირთვა აქვს თავისთავად აი ამ ჟესტს, რა როლს ასრულებს ამ შეხვედრებში ნიკოლოზის თქვენთან ერთად ყოფნა? ნიკოლოზი 19 წლის ნიკოლოზი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური საქმიანობი წარსულში არ დაკავებულა, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს კონდეს ისეთი მსოფლმხედველობა, როგორც 19 წლის ნიკოლოზს აქვს ნამდვილად. ხა ეს სიტყვები რომ ჩემგან მოიწმინოს, ვიცი რომ არ ეს სიამოვნება, იმიტომ რომ ძალიან ისეთი თავმდაბალი ადამიანია, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. მართლაც საუკეთესოდ წარმოადგენს არა მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილს, მის მამას, რომელიც პოლიტიკური ტყვეა ივანიშვილის რეჟიმის უკვე მეოთხე წელია, არამედ ჩვენს ქვეყანას და ძალიან საამაყოა მისი ჩვენთან ერთად ყოფნა. ხა რა თქმა უნდა მისი პერსპექტივა მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იცნობდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. ხა დღეს ერთ-ერთ შეხვედრაზე ახსენა ადამიანმა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად იყო პანელზე, რომ ბოლოს სადილზე ნახეს პრეზიდენტი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იყო ნამდვილად პროამერიკელი, რომელმაც 3 ამერიკის პრეზიდენტი ჩამოიყვანა საქართველოში, რომელსაც რეგულარულად ჩამოყავდა ამერიკელი მაღალჩინოსნები, სახელმწიფო მდივანი და რომლის პირობებშიც პროამერიკელი ქართველი ხალხი ახერხებდა, რომ ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები რეალიზების შანსი გქონოდა. ამიტომ ნიკოლოზის აქ ყოფნა რა თქმა უნდა ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია და სხვათა შორის ის რაც თქვა ნიკოლოზმა შეხვედრებზე, რომ მამამისი რეალურად იმისთვის იდევნება, რომ ის შეეწინააღმდეგა პუტინს და აი ამ წინააღმდეგობისთვის იდევნება. რა თქმა უნდა, ეს ამერიკამ როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა